gonna go home. We won't go, oh, we never not gonna go phone, 'cause mother isn't home. Oh, sugar bush, I love you so. I will never let you go. So don't you let your mother know. Sugar bush, I love you so. ტექნოლოგიური პროგრესი წიგნების ინდუსტრიასაც შეეხო. კითხულს უკვე შეუძლია ათასობით წიგნი იყიდოს და ყველა ერთდროულად ჯიბით ატაროს. ამის საშუალებას კი ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობა e-reader-ი აძლევს. e-reader-ის ეკრანს გამოსხივება არ აქვს და ჩვეულებრივი, ნაბეჭდი ფურცლის ეფექტს იძლევა. შესაბამისად, არც თვალებს ხლის და კომფორტულობით წიგნს არ ჩამოუვარდება. წიგნების ჩატვირთვა ინტერნეტითაა შესაძლებელი. ელემენტი კი ერთ თვეს ძლევს. e-reader-ის შრიფტის გაზრდის საშუალებასაც იძლევა. ვისაც არ უყვარს წიგნი წიგნთან ურთიერთობა, ის ვერც იოტას შეიყვარებს და ვერც ვერნაირ რიდერს. ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობა 1990-იან წლებში გამოიგონეს. თუმცა მაშინ ტექნოლოგიურად არც ისე დახვეწილი იყო, ძვირი ცხრიდა და ამიტომ საზოგადოებაში ფართოდ არ გავრცელდა. დღეს უკვე რამდენიმე ბრენდის e-reader-ი არსებობს, რომელიც უკეთეს ხარისხს გვთავაზობს. საკითხავ მოწყობილობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტერნეტ მაღაზია Amazon-ის პროდუქტი Kindle-ია. ის ასობით წიგნს იტევს და სტანდარტული ფანქრის სისქისაა. საკმაოდ მოთხოვნადია, რა თქმა უნდა, დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ჩვენ ბაზარზე, ასევე ამერიკაშიც. ფასი მერყეობს 200 ლარიდან ზევით. ერთი წლის წინ ელექტრონულ ბაზარზე ქართული პროდუქტი იოტა რიდერი გამოჩნდა. სხვა მოწყობილობებისაგან განსხვავებით იოტას ქართულენოვანი მენიუ და პროგრამა აქვს. მისი ეკრანი სენსორულია, რაც ხატვისა და ჩანაწერების გაკეთების საშუალებას იძლევა. e-reader-ების პოპულარიზაციის პარალელურად ჩნდება კითხვა: ხომ არ ჩაანაცვლებს ელექტრონული წიგნები ნაბეჭდს? გამომცემლობა დიოგენეში ამბობენ, რომ მათ მაღაზიაში ბეჭდურ წიგნებზე მოთხოვნა არ შემცირებულა. აუშლის ხელს ბეჭდური და ელექტრონული სახით წიგნების გამოცემა ერთმანეთს აბსოლუტურად აუშლის. მე პირადად ვარ მომხმარებელი ელექტრონული წიგნის და ვერ ვიტყვი, რომ ამ დიდი განსხვავება იყოს. e-reader-ი ჟურნალ-გაზეთების წაკითხვა და გამოწერაა შესაძლებელი. ევროპული და ამერიკული პრესის გამომცემლები ამისათვის სტატიების ელექტრონულ ვერსიას უშვებენ. ბოლო პერიოდში ამერიკაში ბევრი ცნობილი გაზეთის ბეჭდური ვერსია დაიხურა და ისინი მხოლოდ ციფრულ ფორმატში გამოიცემა. ეს პრობლემა საქართველოს ჯერჯერობით არ ემუქრება. აქ წიგნები და პრესა ელექტრონულ რიდერებთან თანაარსებობენ. Take me